დღე მშვიდობისა. თუ საღამო მშვიდობის, თქვენ რომელიც გინდა თამორჩიეთ. როგორ ხართ? მე ნორმალურად ვარ. ბოდიშით რომ დაგეკარგეთ, მაგრამ ხანდახან ისეა ცხოვრება მოწყობილი. მართლა გეუბნებით. უკან ან თქვენ ამ ვიდეოს რო ნახავთ, მე უკვე საქართველოში ვიქნები და პირველად ვარ გარეთ მარტო. და გარეთაც. მე ვარ გერმანიაში. ფილინგენში. კარგად ვარ. 64 ჯოჯოხეთში. თავის სიმწვანით, სიმშვიდით. კაი, რომ გითხრათ, რომ რაიმე ვნახე, სადმე ვიყავი. აპაპაპა, დღე აგერ, ორჯერ ამ დღეში ვიყავი და ისიც მალე ჩავბრუნდით სივა. სიცივეები აქეთ. გამოვედი ახლა. დევეხსენი. სახე ვიცი რომ ახეული მაქვს, ესეც უნდა კონდეს ადამიანს ახალშობილთან და ნუ მოკლედ. დავიწყოთ იმით, რომ პირველად ვიფრინე მარტო. და ეს ისეთი გამოწვევა იყო, ხო არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ახალი გამოწვევები აკეთონ მარტო. მე არ მხიბლავს ეგ ალბათ. ნადრევად ცხოვრებამ რა გამომიწვია, არ ვუღრმავდები. ყოველ შემთხვევაში აი თუნდაც ის ფაქტი, რომ როცა ვარ დასასვენებლად აქ მაგალითად ხო არ ვარ დასასვენებლად, ან საქმის საკეთებლად ვარ ჩამოსული, ხო? მანქანით მაღაზიაში რომ გავედი, ისეთი დისკომფორტი ვიგრძანი. იმდენად დისკის კი არა, რომ აი მე შევძელი უცხო ქვეყანაში ახალი მანქანა, რომლის აქ ერთხელია იმას ყოველს ხელი მოკიდა და უსუნა. ანუ კარგად გაზომე გაბარიტები, ანუ არ მაქვს ეგ ემოციები, ანუ ვინმე ხართ ჩემსავით უინტერესოც არა, ანუ ხო რა. არ დავინტერესებული ვარ იმით, რომ რაღაცები დავუკიდებლად, მე კი აი დღეს მაგალითად როტოაილია ქალაქი ძალიან ახლო, სადაც შევმეძლო რომ საქმე იყო და უნდა წავსულიყავ მანქანით და არ წავედი. არ მიყვარს ესეთი რაღაცები, მატრაკვეცობები და წარმოიდგინეთ თვითმფრინავში მარტო. იქიდან გამიმართლა და ნორმალურად ვიმგზავრე მართლა. ჩაწყობილი ამბავი მქონდა, რომ არავინ არ იჯდა თან წინა მხარე, სადაც არაფერი არ ისმის. თურქეთში მქონდა ძალიან დიდი გადაჯდომა. არ ვიცი როგორ უნდა გაჩვენოთ ეს ფერები. ალამაზი გოგო ვარ ამ ფერებში. ცოტა სახე რომ გასწორებული მქონდა, ხალხო ჩემწარმოებს ხო ხედავთ. აი ასე შვება დიშვილები, ძმიშვილები, შვილები. წავიდეთ დღეში. იქით არის ტაძარი. ეს ჩვეულებრივ ზარები ირეკება ხოლმე. აქ სულიყო მოყვავილებული. მაგრამ მოცელეს ალბათ არ ვიცი, საშიშია. თურქეთში პირველად ვიყავი აეროპორტშიც და ისეც შევინახე ქალვე გასაღები და უაწყდა ნერვები. კევი კი მაქაინის ქვეშ კარგად ამოდებული. ცოტა ავიბრიცე სტამბოლში, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს ისეთი მომენტი იყო, როცა ჩემთვის უცხე რომ აუ კაი რა. რას ვერ შეძლებ? რას ვერ გამოეგები? ბავშვთან ნიკოტინის მოხმარება ახალი დედლაინებით იგრძელება. ანუ ნებისმიერ მომწეველმა შეიძლება ახალშობილი ჩვილი მოწამოს. შესაბამისად აბსოლუტურად გააზრებული მქონდა, რომ
ბოლო ღერებს ვეწეოდი და რაში გავლია იცი თურქეთის აეროპორტში ის კი რომ დავათვალიერო რაიმე ანუ დუთიფრიში ვიბანავე მაგრამ რომ გითხრათ რომ ჩემ დამკითხე რომ არაფერ მოგეწონაო და ანუ რომ არ ფიქრობ რა უბრალოდ რო ისხავ ხო არ ვიცი თქო ხო როგორც იქნა გეითი ვიპოვე აინთო მაურჩი ამ კურილკაში წინ და უკან სიარულს და მოვხვდი შტუტგარტში უნდა დამჯდარიყო ჩემი თვითმფრინავი და დავერეკეთ გვერდზე მომჭდა ერთი ძალიან ლამაზი თურქი გოგო დიდი მზეს ჩამეძინა ჩამთვლიმა და გადმოვწიეს და დავდეთავე 4 საათიანი გადაჯდომა მქონი წარმოვიდი 4 საათი ესე რომ ივლი არ ვიცი კონცეპტიც მაქვს კონცეპტს აქვს ძალიან კარგი მომსახურება რომ შედიხარ და რაღაცა ყავა და ჩივაობ და ძალიან ისეთი მოსაცდელი აქვს მაგრამ არა ჰალო ხოდა მოკლედ ამ გოგომ ახალ ჩათვლემელზე დამიძრა ეს თურქული დიდი მზესუმზირები რა ხო მიცი რო გავიღვიძე სანამ მინდოდა რომ დადის ერთი ადგილი მეგინებინა თან ის რომ პაუზა არ მქონოდა მოკლედ ჩამოვფრინდი როგორც იქნა შტუტგარტში და და ვუთხრა ხამ კაც მთელი მაგ წერილი მაქვს სად მივდივარ რატომ მივდივარ არ მაქვს სასტუმრო დაჯავშნილი ფული მაქვს მაგრამ გიზდები აი ეს ბავშვები ესე რომ თამაშობენ ამ ბალახებში თან ძალიან მაღალია თან გველები სავარაუდოდ უნდა იყვნენ გველი თუ არა ტკიპა უეჭველი იქნება არ ვიცი ხონდა ხელით ფეხით სხვერც ყველაფრით ძალიან მარტივად შემომიშოს იმიტომ რომ უკანა ბილეთები მთხოვა და ვაჩვენე რა თქმა უნდა რა დაიწყო არ მახსოვს შემშულებზე ესე თი შეგრძნებები დედა მეხმარებოდა დავითზე და არ მახსოვს გავდიოდი თუ არა გარეთ თუ მოდიოდნენ თუ ანუ 24 წლის წინანდელი ამბები არ მახსოვს ეხლა ეს ამდენი დღეს სახში ყოფნამ გამოკეტილმა იმ ერთ წერტილთან წერტილასთან რომელზეც გიზდები და მოფანატებს ცოტა დავიხალე ყველაზე მნიშვნელოვანი თუ ცუდი თუ არ ვიცი თქვენთვის მომინდია ჯერ გადავწყვეტა რომ დავით ჩამომეყვანა ნიკუშასთან მე გადავწყვეტა რომ მამა ჩემი გადმომესახლებინა მე გადავწყვეტა რომ ნათესავებში გადამესახლებინა ბოლოს მივხვდი რომ ზუსტად ნიკუშა რამხელაც არის ახლა ზუსტად იმ დროს მე ვიყავი სტუდენტი უკვე მაგასაკში ადამიანს გაგხვდება თუ უნდა პაპა ძმა მთელი საქართველოს ჯვარი და ამერიკაც რო დაუყენო მაინც გააფუჭავს მერე ამ რთულ პერიოდში ცოტა ესეთი გოთორნული რამე გავაკეთე რა ვთქვა რომ მაშინ გენდობით ხო და შენ იქნები მარტო იმიტომ რომ 21 საუკუნეა დაურეკავ დამენახე ხო ის სვანი ხო არ ვარო სახში ვარ მithვას და გაუთიშო ხო ამ ძალიან მარტივად შვიდობით ბედნიერად ჩამოყალიბებულად
სახლსაც ალაგებს, სარცხსაც, რეცხს, დალაგების თამაშას გააჩნია. მაგრამ ის რომ შეძლო ყველაფერი. ხო და ლაპარაკობდით ახლა უკვე რომ თავდება ეს სასწავლო წელი და გაიცეთ უკვე აბიტურიენტია. დედად მაშინებს მე არ მიყვარს ის დედები და ვერ ვიტან რომლებიც წარმოდგენები აქვთ ხოლმე ანუ ყველა დედას თავი შვილი უნდა უყვარდეს როგორც ყველა ყავს თავის ბახალა უყვარს საშინელი მზემანათებს თვალებში მაგრამ აი ის რომ ჩემი შვილი ესეთი კარგია და არ მაქვს წარმოდგენები არც ერთ ჩემ შვილზე და არ გააკეთებს ამას არ გააკეთებს იმას არ გააკეთებს ვერასდროს ვერ ვიტყვი იმიტომ რომ არავინ არ ვიცით შეიძლება ისეთ მეჭკვიანმა ადამიანმა გააკეთოს ისეთი ცუდი რამე ხო და ძალიან ნერვიულობ როგორ ჩააპარებს იმიტომ რომ მე-6 კლასის მერე წიგნი არ აუღია ხელში ეს არის ძალიან რთული რომ წარმოიდგინეთ რამდენი დღე აქ ვარ მიუხედავად იმის რომ ღამე არ მძინავს 2 წიგნი წავიკითხე სქელტანიანი ნინო ხარატიშვილი და კიდე ერთი სიდებილე წავყვანი რა იმ კაცის წიგნი გახარია გვახარია ხო და ტვინს ყოველთვის ჭირდება მუშაობა ტონუსში ყოფნა ანუ ის კი არა რომ მე ეს ვიცი და მოდი თქვენ გასწავლოთ და ეს ჩემი გამოცდილებაა და უნდა გაგიზიაროთ გამოცდილება გროვდება ცხვირს რო წაიმტვრევ და იატაკს რო დენარცხები და მიწას მუხლებს რო გადაიტყავ და რო ადგები და რო გაივლი ეგ არის გამოცდილება მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია შენ ამ გამოცდილებას ვერავის ვერ გაუზიარებ ცოდნა ხა ისტორიას ვერ შეცვლი მათემატიკას ვერ შეცვლი ინგლისურს ვერ შეცვლი და შემდეგ ხო ხო და ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ესე უცებ აიღო და ჩაიტენო ტვინში თუმცა ნახეთ ძერა ხედავთ მტაცებელი ძერები არის და ხალხი ველოსიპედები დღეს კვირა დღეა მგონი და ყველას ერთობს ხო და ძალიან განვიცდი მოკლედ რა არ გროვდება ეს ცოდნა გამოცდილება არა ცოდნა განაგონი არა ტიკტოკში მოსმენილი არა ეს ზოგადი უნარები ადამიანის და ზოგადი განათლებაზე არ მაქვს ლაპარაკი აი ეს ჩაპრესილი თავებით რომ იყვები და 5000 ჯერო გაქვს წაკითხული ეგ არის ნასწავლი და ეგ არის ნაცოდინარი რა სიტყვა ხო ეგ არის ცოდნა ხო და ამისთვის რომ მოიპოვო გჭირდება ძალიან ბევრი შრომა იმიტომ რომ საფუძველი ჭირდება ყველაფერს მე ვეღარ დავაგიხო კითხვა მაინც იცით ხო ხო და მითხრა რომ რაღაცას მოვიფიქრებო რომ უნდა დავიწყო და რომ უნდა რამე ვაკეთო მაგას ვხვდებიო ძალიან მომწონს ჯარის აკადემია ესე ქვია მგონი თუ არ ვცდები უფასოა დიდი ყურადღება ექცევა სპორტულ აქტივობას კი არა და ანუ რაღაც ბარდება აიცეთ რა ქვია აი უნარები არა და მოკლედ გამახსენდება იმედია და ლაპარაკობთ გავდივართ უკვე იმ თემებს რა შეიძლება იყოს ჰალო სად შეიძლება ჩავაბაროთ როგორ შეიძლება წარმართოს თავის ცხოვრება რა უნდა უკვე დიდი ბიჭია და
Hallo. საყარელი პატარა გერმანელი გოგო. ძალიან დაინტერესდა რას ეკეთებს ეს ქალია. ხოდა მე დავითი გავუშვი წნორში. დაახლოებით კორონა იყო მაშინ. ბოლო 4 თვე. არ მიჩვენია, არ მინდა ბერლინი. არ მინდა. ეს არის ქალაქის ბოლო ადგილი. ანუ უკვე შეთხელებული დასახლებაა და სადღაც 30 კილომეტრში შვეიცარია. ეს მთები უკვე იქით ამბავია. კუნქულ აღრობლები. ხო, ძალიან მეფიქრებოდა, რომ იან დაურეკა ეს ძალიან მაწანწალა, ძალიან მიმყოლია, იქ წავიდე, აქ წამოვიდე და ვფიქრობდი, რომ როგორ თქო რა. როგორ განიკოტინსკევი მიდევს და თუ გაგიღლაჭუნეთ. ხო და ნახოთ ალილო და ხვალეო რა იქნება. თან მინდა რომ სამსახური დაიწყოს, იმიტომ რომ 16 და 17 წლის ბიჭისთვის, ჩემთვის რაც წიგს თავს არ ვტყავ. რომ ხედავდე რომ წიგში თავი აქ ჩაჩურთული 24/7-ზე მეცადინეობს. რა თქმა უნდა ესე ჩვილს დროს არ მოაკლებდა. არ იყო რომ წადი იმუშაო, მაგრამ მეუთხარი რომ ამ ზაფხულს უნდა იმუშაო. 700 ლარი გექნება, 800 ლარი გექნება. მასწავლებლებს შევსვათ. გადაიხადე ნახევარი შენ. მასწავლებლებს, იმიტომ რომ ფული ბავშვებს აფუჭებს. ის ნახევარი შენთვის მოიხმარე. 600 გექნება, 300 გადაიხადე, 800 გექნება, 400 გადაიხადეს. მაგრამ მთელი ზაფხული უნდა იმუშაო. და ვფიქრობ რომ 1 წელი არ ეყოფა. ივნის დაისვენოს და აგვისტოდან ჩავრთავ ყველაფერს. ვერ ვყალიბდები უცხო ენაზე, იმიტომ რომ ხელი მეთქიდა და თქვენ თაუბრდა გახვია. რუსულის ძალიან კარგი დონე აქვს. არ ვიცი სად რა ბარდება. ეგეც გასაგები მაქვს. თორემ მოუწევს საშუალო ინგლისურის დამუშავება. თქვენ ხჩები დაცევინება არ გაგიგიათ. ნახეთ ხალხო ხორბალია ეს. კიპების მეიცით როგორ მაშინია. ჩემი მოლაღური რაც მოკვდა ხო უფრო მეტად. კი. თავია ხორბლის. ხოდა მოკლედ დიდ გეგმებში გვაქვართ. რაც შეეხება ჩემ მანქანას დაშლილია. რომ ჩავალ არ დამხვდება. არ მეესწრება, ვერ მეესწრება. მოკლედ, წავედი ახლა მე. კიდევ ერთ ვიდეოს მივაყოლებ ამას. ალბათ რამოდენიმე დღეში სანამ გადავაბავ და სადამ მოვალ აზერზე. და სულ იქნება ჩემი გერმანია. ამ ზაფხულს კიდევ გეგმავ გასვლას. და იქაც გაგაგულავებთ მინდორ. იყარხართ, მომინატრეთ ძალიან. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, მეცნიერებას გისურვებთ და ძალიან დიდ სიყვარულს გისურვებთ. ერთი ამას ვთქვით, მოგიყევით ის შეგრძნებები,
რაც სახლში მქონდა დაგრული. ვინ არის ეს ორი კაცი საქართველოს რო იყოს ძალიან შემეშინდებოდა კიდე. ნახეთ, იქით ძალიან ზემოთ უნდა ავიდე. მოკლედ დროებით